არის 16 სუთიანი ინტერვალი და მე ავტობუსის მარშრუტები არ უნდა გაივლის. მანამდე იყო 7 ავტობუსი ჩავშალოთ, საცობები ავარი. კი, ანუ ეს არ არის მილიონი ფოთის მოვალისთვის იქნება, იმიტომ ეს არის და გაჩვენა ავტობუსის ეკლესიაში არის პორტისთან. სიახლე გახლავთ ის, რომ ქალაქ ბათუმს აქამდე არ გააჩნდა ტრანსპორტის განვითარების გრძელვადიანი კონცეფცია, ეხლა უკვე ექნება ფაქტიურად ეს კონცეფცია, სადაც გათვალისწინებული იქნება როგორც ავტობუსების განვითარება, როგორც საქალაქო სატრანსპორტო სისტემის ერთ-ერთი კომპონენტის, ასევე მიკროავტობუსების განვითარების და მიკროავტობუსების, ესე ვთქვათ, რეორგანიზაციის გეგმა. ამ შემთხვევაში ასევე სიახლეა ის, რომ ქალაქში ამ აღნიშნული გეგმის თანახმად გაჩნდება ტერმინალები, სადაც მოხერხდება, ესე ვთქვათ, ავტობუსების სწრაფი მიმოსვლისათვის განკუთვნილი ხაზების ინსტალაცია. ეხლა არის საშუალოდ 15 წუთიანი თვალი ბათუმის ავტობუსების და მოვალში დავგეგმოთ, რომ დაახლოებით 5 წუთი იქნება და ერთი სწრაფი ხაზი ჩავჩვაძის ქუჩაზე იქნება 2 წუთი ინტერვალით. იქნება ახალი 2 ტერმინალები, გადაჯდომის ტერმინალი, როგორც ევროპას სისტემა, როგორც ბარსელონაში და ნებისმიერ დასავლეთის ევროპას სისტემაში. ეგ ძალიანად არის 10 წლიანი გეგმა, მაგრამ პირველი რაც გამოჩნდება იქნება შემდეგი წელი. ანუ შემდეგი წელი უკვე 7 წუთი ინტერვალი შეიძლება რომ იყოს ბათუმში.